დონალდ ტრამპმა სავაჭრო ომი გამოაცხადა. თურქეთი თანამოთამაშეებს თავის წესებს კარნახობს. ვარსკვლავური ომები 2. პანამის პრეზიდენტი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ტერიტორიული პრეტენზიების გარდა დონალდ ტრამპმა სავაჭრო ომიც გამოაცხადა. ასე თქვა, კანადას და მექსიკას 25%-იან ტარიფებს დაუწესებდა, ჩინეთს ჯერჯერობით მხოლოდ 10%-იანსო. სიტყვა საქმედ იქცა და სავაჭრო ომის პირველი ტყვია უკვე გავარდა, თუმცა მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ტრამპის საარჩევნო კამპანიას წითელ ზოლად გასდევდა მისი ნათქვამი, რომ მთელი მსოფლიო ამერიკის კეთილშობილების ხარჯზე გამდიდრდა, მაშინ როდესაც თავად ამერიკა გაღარიბდა. ჩინეთი არ ყიდულობს ჩვენს მანქანებს, აცხადებს ტრამპი. ფაქტობრივად, ჩვენსას არაფერს არ ყიდულობს, ჩვენ კი ჩინეთისგან ყველაფერს ყიდულობთ. ასეთივე მდგომარეობა ევროპასთან, კანადასთან და მექსიკასთან. მარტო კანადა ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარით ძარცვავს ამერიკას. სწორედ ამიტომ ვამბობთ, გეყოფათ, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ერთი სიტყვით, თუ აქამდე ვინმეს ეჭვიებარებოდა, რომ ტრამპი სავაჭრო ომის გამოცხადებისგან თავს შეიკავებდა, ახლა ყველაფერი გაირკვა, ეტყობა უკან აღარ დაიხევს. სხვა ქვეყნების რეაქციამაც არ დააყოვნა. ამერიკის ორივე მეზობელმა, კანადამ და მექსიკამ, საპასუხო გასროლა განახორციელა და განაცხადა, რომ ამერიკას თავადაც დაუწესებენ ტარიფებს. ხმამაღალ განცხადებებს ამ ქვეყნების ლიდერების სატელეფონო საუბარი მოჰყვა. შეთანხმდნენ, რომ კანადა და მექსიკა გარკვეულ დათმობებზე წავა, ტრამპი კი ტარიფების გაზრდას ცოტა ხნით გადაავადებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მექსიკა დათანხმდა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას, რასაც მექსიკის ეროვნული გვარდიის 10,000 ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება. ასევე მექსიკის მთავრობა ნარკოტრაფიკის აღსაკვეთად და ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით ზომებს მიიღებს. მსგავსი შეთანხმება მოხდა კანადასთანაც. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ტრამპს საზღვრის უსაფრთხოების დაცვისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის გარანტიები მისცა. ტრამპმა კი ტარიფების დაწესება ერთი თვით შეაჩერა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საწყისი შედეგით. გამოცხადებული ტარიფები 30 დღით შეჩერდება, რათა გამოჩნდეს შესაძლებელია თუ არა კანადასთან და მექსიკასთან საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების მიღწევა, განაცხადა ტრამპმა. რაც შეეხება ჩინეთს, აქ უფრო რთულადაა საქმე. დასაწყისში ჩინეთი ეცადა არ გაემწვავებინა მდგომარეობა. მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა, რომ ამერიკის მიერ ტარიფების შემოღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებდა. ეს იყო ჩინეთის მიერ სავაჭრო ომის შეჩერების მცდელობა, რომელსაც ამერიკის მხრივ რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, ჩინეთმაც განაცხადა, რომ ამერიკას თავადაც დაუწესებს ტარიფებს. ეს იქნება 10-15%-იანი ტარიფები სხვადასხვა ამერიკულ პროდუქტზე. 10 თებერვლიდან კი ამერიკულ ნახშირსა და თხევად გაზზე დამატებითი 15%-იანი ტარიფი ამოქმედდება. კანადის, მექსიკისა და ჩინეთის შემდეგ ევროპის ჯერიც დადგა. ევროპისთვისაც აპირებს ტრამპი ტარიფების დაწესებას, მაგრამ ბრიუსელიც მზადაა პასუხისთვის, თუმცა ევროპას თავის შეკავება ურჩევნია, რადგან გაზრდილი ტარიფების შემოღება მას უფრო დააზიანებს. თავად ამერიკაში ამ თემაზე მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი ტრამპს ამტყუნებს, მეორე კი ამართლებს. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ამერიკის პრეზიდენტი ტარიფებს იყენებს როგორც ზეწოლის იარაღს, თუმცა ტრამპი იმასაც აღიარებს, რომ ტარიფების შემოღებით ამერიკასაც დაუშავდება, მაგრამ უფრო მძიმედ მეორე მხარე დაზიანდება. ნავარაუდევია, რომ მეორე მხარე დათმობებზე წავა, ოღონდ სავაჭრო ომი აიცილოს თავიდან. სატარიფო ჭიდილი ტრამპს საშინაო პოლიტიკაშიც ეხმარება. ძლიერი ლიდერის
იმიჯი მის ავტორიტეტს აამაღლებს და საერთო მტერთან ბრძოლაში მოსახლეობის გაერთიანებაში ეხმარება. მაგრამ არ ვიცით ტრამპის რეიტინგს რა მოუვა, როცა საპასუხო ტარიფები ამერიკელ მომხმარებელს გაურთულებს ცხოვრებას. როგორც ამბობენ, ფაქტის სახეზეა. საერთაშორისო ურთიერთობათა ძველი ლიბერალური წესები უკვე აღარ მოქმედებს. ახალი ჩამოყალიბების პროცესია და საბოლოოდ როგორც სახეს მიიღებს, ეს უკვე დროზე, მოვლენებსა და საერთაშორისო დიპლომატიურ თამაშებზეა დამოკიდებული. ერთი კი უთხოვარია, ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა აჩვენა, რომ მსოფლიო წესრიგის ახალი კონსტრუქცია მრავალპოლუსიანი იქნება. ასპარეზზე კოლექტიური დასავლეთის, რუსეთისა და ჩინეთის გარდა გლობალური სამხრეთის მოწინავე ქვეყნები გამოჩნდა. ზოგიერთმა რეგიონულმა ლიდერმა, უპირველეს ყოვლისა საუდის არაბეთმა და თურქეთმა გლობალური მოთამაშის როლის მორგება დაიწყო. მართალია თურქეთი ისეთ მსხვილ მოთამაშეებს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებია, ვერ უტოლდება, მაგრამ ანკარის აქტიურ საგარეო პოლიტიკას ეს არ აბრკოლებს. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ძლიერი არმია, მოქნილი დიპლომატია და ბოლოს ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, ანუ გავლენის არაძალადობრივი მეთოდი თურქეთს ეხმარება მნიშვნელოვნად გააფართოვოს თავისი გავლენა მსოფლიოში, რაც განსაკუთრებით მკვეთრად ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში იგრძნობა. თურქეთის გეოპოლიტიკური პოზიციის გამტკიცების ერთ-ერთი სტიმულატორი რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების დაწესება იყო. ევროპა იზოლებულია ენერგორესურსების ახალი წყაროები, საქონლის გასაღების ახალი ბაზრები და რუსეთის გვერდის ავლით ახალი სავაჭრო გზები ეძებოს, რაცაც თურქეთის გარეშე ვერ მოახერხებს, სწორედ მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ამავე მიზეზით რუსეთი, რომლისთვისაც თურქეთი პარალელური იმპორტის მთავარ ფანჯარად იქცა, იძულებულია გაითვალისწინოს ანკარის აზრი. ერთი სიტყვით, დადგა დრო, როცა თურქეთი თანამოთამაშეებს თავის წესებს კარნახობს. ნეო-ოსმანურმა და პანთურქულმა პოლიტიკამ თურქეთის გავლენა შესამჩნევად გააძლიერა ცენტრალურ აზიაში. შეგახსენებთ, 2009 წელს თურქეთის ინიციატივით თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაცია შეიქმნა, რომლის წევრები თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთია. შედეგად, ცენტრალურ აზიაში თურქეთის როლი გაიზარდა. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ტარდება ქვეყნების ლიდერებისა და დარგობრივი ხელმძღვანელების შეხვედრები და სხვა. ამ ორგანიზაციის ეგიდით იანვრის ბოლოს ანკარაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე, რომლის დროსაც ბევრი ხელშეკრულება გაფორმდა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, სახელწოდებით ანკარის დეკლარაცია. მინისტერიალის მთავარი თემები ტრანსკასპიური სავაჭრო, ანუ შუა დერეფნის გაძლიერება, თურქეთის საინვესტიციო ბანკი, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური, ასევე ტრანსაფღანური რკინიგზის პროექტები იყო. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მოკლე და უსაფრთხო სავაჭრო გზა ევროპიდან აზიამდე არის შუა დერეფანი, რომლის პოტენციალი კარგად უნდა გამოვიყენოთო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია ისეთი რეგიონული სატრანსპორტო პროექტების განხორციელება, როგორიცაა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. პრიორიტეტული პროექტების რიცხვში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსი სარკინიგზო ხაზის გამტარ-უნარიანობის გაზრდა და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის განვითარება. პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო თურქულენოვანი ერების
ახალ შექმნილმა საინვესტიციო ფონდმა, რომლის მიზანი ამ ქვეყნებში ინვესტიციების მოზიდვა და სხვადასხვა საჭირო პროექტების განხორციელებაა. ფონდის საწესდებო კაპიტალი $500 მილიონ აღემატება. თურქეთის ფინანსთა მინისტრის მეჰმედ შიმშეკის განცხადებით, ფონდი ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს მომავალ პროექტებს. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საინვესტიციო ფონდი უზბეკეთს ტრანსაფღანური რკინიგზის პროექტის განხორციელებაში დაეხმარება, რომლის მოდერნიზაციის საკითხი უკვე 10 წლეულებზე მეტია დგას. პრობლემის გადაჭრას ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტები უშლიდა ხელს. ახლა თალიბანი დათანხმდა პროექტის განხორციელებას. რკინიგზის მაგისტრალმა ერთმანეთს უზბეკეთი, ავღანეთი და პაკისტანი უნდა დააკავშიროს, რაც საბოლოო ჯამში ევრაზიის სარკინიგზო მაგისტრალს სამხრეთ აზიის მაგისტრალს მიაბამს. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი თავდაცვითი ფარის შექმნაზე ბრძანება გასცა. ესაა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ისრაელს მოკლე მანძილიდან გაშვებული რაკეტებისგან იცავს. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლისა და ჰაერში განადგურების მექანიზმებს, რომელიც ყველანაირ ამინდში მუშაობს. ისრაელმა ის ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა, მაგრამ მსოფლიო აღიარება მხოლოდ ღაზის ომის დროს მიიღო. ისრაელის რკინის გუმბათი ეფექტურად ანადგურებდა ჰამასისა და ჰეზბოლას მიერ გაშვებულ რაკეტებს. როგორც ჩანს, სისტემამ ტრამპიც აღაფრთოვანა. მან ახალდანიშნულ თავდაცვის მინისტრს პიტ ჰექსიც ასეთივე სისტემის შექმნის გეგმის შესამუშავებლად ორთვიანი ვადა მისცა, რომლის საიდუმლოდ მოპოვებული დეტალები ამერიკულმა მასმედიამ გაასაჯაროა. ითქვა, რომ ამერიკული რკინის გუმბათი ისრაელისას არ გავს, ის უფრო კოსმოსურ სარაკეტო სისტემებს მოგვაგონებს. მედიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, სისტემა ქვეყანას უნდა იცავდეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისგან, რომელსაც უმოკლეს ვადაში 5000-ზე მეტი კილომეტრი დაფარვა შეუძლია. ასეთ შეიარაღებას მხოლოდ 5 ქვეყანა: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ფლობს. ამერიკულ რკინის გუმბათს ასევე რაკეტების გაშვებამდე მათი განადგურება უნდა შეეძლოს. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ კოსმოსში განთავსებულ სისტემას შეუძლია, კერძოდ თანამგზავრს, რომელიც ბირთვული ან ლაზერული იარაღითაა აღჭურვილი. ეს კი თავდაცვითი სისტემების დეფინიციას სცდება და შეტევიც უფრო გავს. აქედან გამომდინარე, ამერიკულმა მასმედიამ ტრამპის გეგმას ვარსკვლავური ომები 2 შეარქვა. შეგახსენებთ, ვარსკვლავურ ომებს უწოდებდნენ პრეზიდენტ რეიგანის 1983 წლის სტრატეგიულ თავდაცვით ინიციატივას, რომელმაც საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის გამალებული შეიარაღების განახლება გამოიწვია. რუსეთმა უკვე მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის გეგმა და ამერიკა გააფრთხილა, რომ რუსეთი იძულებულია სათანადოდ უპასუხოს შეერთებულ შტატებს. ტრამპმა ამერიკის შიგნითაც დაიმსახურა კრიტიკა. ექსპერტების აზრით, ტრამპის მიერ შემოთავაზებული გეგმა უკიდურესად ძვირი და ტექნიკურად რთულია, რომელიც $300 მილიარდ მეტი დაჯდება და მძიმედ დააწვება ამერიკის ბიუჯეტს. ზოგიერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს სისტემის მიზანშეწონილობას, რადგან რუსეთსა და ჩინეთს თავიანთი სატელიტური სარაკეტო სისტემებით თავისუფლად შეუძლია ასეთი სისტემის წყობრიდან გამოყვანა. თან ამ ქვეყნების გაუთვალისწინებელმა ქმედებებმა შეიძლება ბირთვული აპოკალიფსი გამოიწვიოს. ამბობენ იმასაც, რომ ეს გეგმები, ისევე როგორც ტარიფების ომები, ტრამპის გავლენის ხერხებია, რითაც ის რუსეთზე და ჩინეთზე ზეწოლას ცდილობს. პენტაგონმა ბირთვული იარაღის გამოცდაც გამოაცხადა. ითქვა, რომ რამდენიმე თვეში ნევადის შტატის ბირთვული საცდელი პლატფორმის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში პლუტონიუმს ააფეთქებენ, თუმცა აფეთქება მცირე ზომის იქნება, რასაც უკონტროლო ბირთვული რეაქცია არ მოხდება, ანუ არ დაირღვევა
ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის 1996 წლის შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის გარდა ბირთვული იარაღის მქონე ყველა ქვეყანა ასრულებს. ისე ამ ბოლო დროს რუსეთი და ამერიკა შეთანხმებიდან გასვლას ფიქრობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არც ერთს არ გადაუდგამს. პენტაგონი ირწმუნება, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა აუცილებელია, რადგან ქვეყნები, რომელიც მას ფლობს, ახალი ტიპის იარაღს ავითარებს. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსიტმა დაადასტურა, რომ ბირთვული იარაღის მოდერნიზაციაში ამერიკა რუსეთს ჩამორჩება, ამიტომ მათ ამ საკითხზე ახალი გეგმების განხორციელებაზე მოუწევთ ფიქრი. პანამა ცენტრალური ამერიკის პატარა ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე მდებარეობს. პანამა დასავლეთით კოსტა-რიკას ესაზღვრება, სამხრეთით კი კოლუმბიას. პანამის ისტორია და მისი განვითარება მთლიანად პანამის არხთან არის დაკავშირებული. მე-16 საუკუნეში ეს ადგილი ესპანელებმა აღმოაჩინეს და მე-19 საუკუნემდე მათი კოლონია იყო. 1821 წელს პანამა სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერის სიმონ ბოლივარის ძალისხმევით ესპანეთის კოლონიური მფლობელობისგან გათავისუფლდა და კოლუმბიას შეუერთდა. მე-20 საუკუნემდე პანამა კოლუმბიის ნაწილი იყო. 1903 წელს კი დამოუკიდებლობა მიიღო. 4 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ძირითადი შემოსავალი პანამის არხია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით პანამა მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების სიაში შედის. პანამის არხის გარდა ეს ქვეყანა მსოფლიოს თავისი ოფშორული ზონით ხიბლავს. პანამაში განლაგებულია მრავალი უცხოური საფინანსო და სადაზღვევო კომპანია. გემების რეგისტრაციის მიხედვით პანამა ერთ-ერთი ლიდერია, ანუ მსოფლიოს წყლებში უამრავი გემი დაცურავს პანამის დროშით. პანამის სუსტი მხარე, როგორც ეს ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანას ახასიათებს, არის კორუფციისა და ავტოკრატიის ცდუნება. ქვეყნის მმართველები სხვადასხვა დროს დიქტატორული მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას. ბოლო დიქტატორი გენერალი მანუელ ნორიეგა იყო, რომელიც 1989 წელს ამერიკის სამხედრო ძალებმა დაამხო. რაც შეეხება კორუფციას, დღესაც ბევრი პანამელი პოლიტიკოსია ასეთ სკანდალებში გახვეული. პანამა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დღეს ქვეყნის პრეზიდენტი 65 წლის ხოსე რაულ მულინოა, რომელიც ქალაქ დავიდში პოლიტიკოსის ოჯახში დაიბადა. მამამისი პროვინცია ჩირიკის გუბერნატორი იყო. ხოსე მულინოს ჰყავს ძმა, რომელიც პანამის კარიერული დიპლომატია. ხოსე რაულ მულინო პანამის უნივერსიტეტში ესპანური ენის ფილოლოგიას სწავლობდა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ პოლიტოლოგიას დაეუფლა და ბოლოს სწავლა ამერიკაში საზღვაო სამართლის განხრით ქალაქ ნიუ-ორლეანის უნივერსიტეტში განაგრძო. შტატებში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც იურიდიული ფირმა ფაბრეგა მოლინო ი მულინო დააარსა. მაშინ პანამაში ნორიეგას დიქტატორა მძვინვარებდა. ახალგაზრდა დემოკრატიული იდეებით გამსჭვალული მულინო ვერ ეგუებოდა ნორიეგას რეჟიმს და დიქტატურის დასამხობ მოძრაობაში ჩაება. 1990 წელს ნორიეგას დიქტატურის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში დემოკრატიული ძალების ფართო კოალიცია მოვიდა გილიერმო ენდარას მეთაურობით. ხოსე მულინო კი პანამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 1993 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ხულიო ლინარესის გარდაცვალების შემდეგ ხოსე მულინო მინისტრად დაინიშნა. ის ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ოკეანების უსაფრთხოებისა და ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებებს ჩაუდგა სათავეში. 1994 წელს პრეზიდენტი ენდარა გადაირჩიეს. ხოსე მულინომაც დაკარგა თანამდებობა, მაგრამ ამავე წელს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაირჩიეს. 1 წლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
1996 წლის ბოლოს ხოსე მულინო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან აქტიური პოლიტიკა დატოვა და ისევ კერძო სექტორში გადავიდა. პოლიტიკას მხოლოდ 2009 წელს დაუბრუნდა. მაშინ ქვეყნის სათავეში პარტია დემოკრატიული ცვლილებები და მისი ლიდერი რიკარდო მარტინელი მოვიდა, რომელმაც ხოსე მულინო იუსტიციის მინისტრად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ პანამის უშიშროების მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ხოსე მულინოს ეს თანამდებობა 2014 წლამდე ეკავა. მინისტრობის დროს მწვავე კრიტიკას დაიმსახურა და ქებას მისი ბრძანებით ხშირი პოლიციური რეიდები შემოიღეს და მთელს ქვეყანაში პოლიციის საგუშაგოები გახსნეს. შედეგად პოლიციამ 15,000-მდე კრიმინალი დააკავა. 2014 წელს პრეზიდენტი მარტინელი გადაირჩიეს და ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერი ხუან კარლოს ვარელა გახდა. 2015 წელს მინისტრობის დროს ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით ხოსე მულინო დააკავეს. ერთი წლის შემდეგ სასამართლომ ის გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. 2018 წელს ხოსე მულინომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ პარტიულ პრაიმერიზში დამარცხდა. მომდევნო წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინელიმ ახალი პარტია დააფუძნა, სახელწოდებით მიზნების რეალიზაცია. მას პარტიულ მშენებლობაში ხოსე მულინო დაუდგა გვერდით. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარტინელიმ თავისი კანდიდატურა წამოაყენა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ხოსე მულინო დაასახელა, მაგრამ იმავე წელს თებერვალში პანამის სასამართლომ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში მარტინელი დამნაშავედ ცნო და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის ასეთ შემოტრიალებას მისი პარტია არ ელოდა. მარტინელის თანხმობით პარტიამ პრეზიდენტის არჩევნებში ხოსე მულინოს კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა. 2024 წლის 5 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში ხოსე მულინომ გაიმარჯვა და 1 ივლისს მისი ინაუგურაცია ჩატარდა. ასე გახდა ხოსე რაულ მულინო პანამის 34 პრეზიდენტი. საინაუგურაციო სიტყვაში მან პირობა დადო, რომ დაასრულებდა კოლუმბიიდან არალეგალურ მიგრაციას, გაამკაცრებდა ნარკოტრაფიკთან ბრძოლას და შეამცირებდა სახელმწიფო ვალს. პანამის პრეზიდენტი მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა დონალდ ტრამპმა პანამის არხის ამერიკის მფლობელობაში დაბრუნება მოითხოვა. ტრამპის მოთხოვნას ხოსე მულინომ ასე უპასუხა: არხი არის და დარჩება პანამის მფლობელობაში. ხოსე მულინო ბედნიერ ქორწინებაშია. მას 4 შვილი ჰყავს. დღეს ამით დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ რუხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ აქ და ისევ ამ დროს ვხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.